Good morning, gurus. Welcome to another episode. Hope you have დილა მშვიდობისა, გურუ. საფონდო ბაზარი თავდაპირველად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელი შეინარჩუნა. შემდეგ ის მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი დაემუქრა უფრო მძიმე თავდასხმებს ირანზე და წაშალა დაახლოებით $1 ტრილიონი ბაზრიდან. Microsoft-ი გაიზარდა დაახლოებით 9%-ით შემოსავლის შემდეგ, ხოლო Meta დაეცა დაახლოებით 7-დან 9%-მდე ვაჭრობის დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ განვიხილავთ Bitcoin-ს და ძირითად ტექნოლოგიურ აქციებს. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. Hit the subscribe button, smash up thumbs up and turn on the bell. Right now I'm mostly heavy Google. I bought more yesterday. Google რჩება ჩემს ყველაზე დიდ პოზიციად, რასაც მოხვება Nvidia, Apple, TSM, Amazon და Foxconn. გუშინ და გასულ კვირას ვიყიდე მეტი Google. მე ასევე მსურს Tesla-ში პოზიციის შექმნა, მაგრამ ველოდები, რადგან აქციები დაეცა დაახლოებით $550-დან დაახლოებით $298-მდე, ხოლო ფასი მოგების კოეფიციენტი რჩება უკიდურესად მაღალი. Let's jump into the technicals for Bitcoin now. And you can see I've got a Bitcoin trade open. ჩემი ღია long პოზიცია 1.5 ბიტკოინია, შესვლის საშუალო ფასი კი დაახლოებით $64,659-ია. ნაჩვენებ მომენტში პოზიცია დაახლოებით $900 სარალში იყო, ხოლო ნაწილის დახურვით უკვე დაახლოებით $300 სარალი მქონდა რეალიზებული. პოზიციას ეტაპობრივად გავზრდი. ეკრანზე ჩანს 0.5 ბიტკოინის ლიმიტ ორდერები დაახლოებით 63,456, 62,699, 65,458,759 ასევე უფრო დაბალი ორდერები. ბიტკოინი ირანის ომის ამბებს ჯერჯერობით შედარებით კარგად უძლებს. And it is ignoring the Iran war. So I've got 63, 65, 58, 60. You can see all these laddered orders down, and it is now half a 1.5 Bitcoin, 927. Let's see how it does. We'll go into the technicals. And you can see yesterday it was a bloodbath in the stock market. Samsung down 5%, TSM down 4.5%, Nvidia down. გუშინ იყო ფართო ბირჟაზე გაყიდვა. Samsung დაეცა დაახლოებით 5 თებერვალით%-ით, TSM 4 მაისით%-ით და Nvidia 3 მაისით%-ით. Nvidia უახლოვდება იმ ტერიტორიას, სადაც მინდა ვიყიდო. მას შემდეგ რაც დაახლოებით 1 თვის წინ კაპიტალის თითქმის 90% ნაღდ ფულად გადავიტანე. Tesla ვაჭრობს $298-დან ახლოს, დაახლოებით 40%-ით ქვემოთ მის მაქსიმუმ $500-თან ახლოს. ფასმა მიაღწია ჩემს ერთ-ერთ ტრენდულ მხარდაჭერის ხაზს და ცდილობს მის შენარჩუნებას. And it's come to my one of the trend lines. You can see it came exactly to the trend line I have drawn here. It is holding on this trend line, and I was warning everyone about this when it was breaking out here, that Tesla's P ratio is the fundamentals are completely wrong. You can see that its P ratio is still the golden ratio. Tesla ჯერ კიდევ ძალიან ძვირია მის საფუძვლებთან შედარებით. მისი ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 285, შედარებით საცნობა როდონესთან 20, რომელსაც მე ვიყენებ. მაშინ როცა კომპანიამ აწარმოა დაახლოებით $94 მილიარდი წლიური შემოსავალი და დაახლოებით 3 მილიარდი მოგება. შედარებისთვის Google გაიზარდა დაახლოებით 1%-ით და ვაჭრობს ფასი მოგების თანაფარდობით 16-თან ახლოს. They made $120 billion in one quarter, and their revenues, you can see here, they made $400 billion and $132 billion compared to Tesla's $94 billion and $3 billion profit. Google made $400 billion, $132 billion. Google-მა წლიურად დაახლოებით $403 მილიარდი შემოსავალი და $132 მილიარდი წმინდა მოგება აჩვენა. ბოლო კვარტალში შემოსავალი დაახლოებით $119.7 მილიარდი, წმინდა მოგება კი $112, 2 მილიარდი იყო. მხოლოდ კვარტალური მოგება Tesla-ს წლიურ შემოსავალსაც აღემატება. Google მაქსიმუმიდან დაახლოებით 22%-ით დაეცა, შემდეგ აღდგა და ახლა მაქსიმუმზე დაახლოებით 17%-ით დაბლა. ჩვენ $315-დან ვიყიდეთ, მე კი გუშინ კვლავ დავამატე. Google is a great buy right now. I'm going to add more into my Google position on the 4-hourly heading up. And we're already about, Google is already about, what is that, 6% off the bottom. Yesterday it pumped a bit, but then it pulled back. Google-ის კვირის გრაფიკზე ინდიკატორი ღრმა ჭარბი გაყიდვის ზონიდან მაღლა ბრუნდება. 3 და 4 საათიანი მაჩვენებლებიც უმჯობესდება.
აქცია ბოლო მინიმუმიდან დაახლოებით 6%-ით აღდგა, თუმცა ირანის შესახებ ახალმა მუქარამ ზრდის ნაწილი წაშალა. ფასი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 16-ია, ძლიური შემოსავალი 403 მილიარდი, მოგება კი 132 მილიარდი დოლარი. ამიტომ Google ის პოზიციის გაზრდას გავაგრძელებ. And last quarter, so the last 4 months, they made 119 billion revenue and 112 billion in profit. So they almost made the entire 2025 profits they made in 1 quarter. And that's why I'm going to keep adding on to Google. And on the weekly, it's oversold heading up. On the daily, it's oversold heading up. On the 4-hourly, oversold heading up. Meta, also really good company. They're down about 9% after hours. You can see after hours trading, they closed. Meta ძლიერი კომპანია, მაგრამ შედეგების შემდეგ ვაჭრობის დასრულებისას დაახლოებით 7-დან 9%-მდე დაეცა. აქცია $587 დაიხურა და შემდეგ კიდევ დაახლოებით $40 დაკარგა. კვირის გრაფიკი ჯერ ჭარბი გაყიდვის ზონაში არა, ხოლო დღისა და 4 საათიანი გრაფიკები ამ ზონაში შედის. 4 საათიანზე თავი დამხრების ფორმაცია ვარდნის რისკზე წინასწარ მიუთითებდა. Anyone who wants to see? I'll show you before shoulder, head, shoulder. And then it actually dropped already after hours. Let's look at the fundamentals of Meta, which is Facebook. Their quarterly earnings were yesterday and they didn't beat earnings. Fundamentals, you learn fundamentals in the Stock Guru Mastercourse, jamesgshow.com. You can see the link down below. And you can see their P Meta-ს ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 21 ივნისი, ახლოს არის ჩემს საცნობარო დონესთან 20. ნაჩვენები მაჩვენებლები იყო დაახლოებით 56 მილიარდი დოლარის კვარტალური შემოსავალი და 26 მილიარდი კვარტალური მოგება, ხოლო წლიური შემოსავალი იყო დაახლოებით 201 მილიარდი, ხოლო წლიური მოგება დაახლოებით 61 მილიარდი. ეს ძლიერი ციფრებია, მაგრამ ბაზარს მეტი ზრდა სურდა, ამიტომ აქციები გაიყიდა ანგარიშის შემდეგ. 400 billion and 132 billion profit, but it's very close, 200 billion, 60 billion profit. But they dropped because no growth. It was expecting growth and they didn't get much growth, and then it dropped after hours. The buying target on Meta is at 383, which is close now. Meta-ს შესყიდვის ქვედა სამიზნე დაახლოებით $383 და ფასი მას უახლოვდება. ჩემი მთავარი პოზიცია კვლავ Google-ია. Bitcoin-ი 64,000-თანი ვაჭრება და დაღმავალი ფორმაციიდან გარღვევის შენარჩუნებას ცდილობს. კვირისა და დღის ინდიკატორები ჭარბი გაყიდვის ზონაშია, ხოლო ბოლო ვარდნები 62-63,000-მდე ტრენდის ხაზიდან რამდენჯერმე აღდგა. And then pushed up, and then yesterday it came down to 63 and then pushed up. So it's trying to hold this trend line. You can see we've got a support at 62,700 and 60,700 are supports, but I'm still seeing an inverse head and shoulders here on Bitcoin-ის ახლო მხარდაჭერები დაახლოებით 62,700 და 60,700 უფრო ძლიერი ქვედა ზონა კი 58,000-თანაა. დღის გრაფიკზე შესაძლოა შებრუნებული თავი და მხრები ყალიბდებოდეს. ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ირანის ომით შექმნილ ზეწოლას შეამცირებდა. კიდვის ორდერები ეტაპობრივად ქვედა დონეებზე მაქვს. CryptoGo bot-ი კვლავ წითელ გაყიდვის სიგნალზეა, Bitcoin Indicator bot-მა კი ყიდვის სიგნალი გასცა. You get both of those at jamesgshow.com. You can go to the website, the links are down below. On the daily it's holding on the 4-hourly we got a bounce. ღია 1.5 ბიტკოინის გარიგება ახლა დაახლოებით $1,000 ზარალშია. შემდეგი ორდერები დაახლოებით 63,000 და $65,000-თან მაქვს. ამ პოზიციებსა და განახლებებს Elite Traders-ის ჯგუფში ვაზიარებთ. ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო ჯგუფშიც გამოქვეყნდა რამდენიმე სიგნალი. Gemini-მ Google-ზე ლონგი გახსნა, Kim-ემ Amazon-ის წარმატებული შორტი დახურა, Kim-ი 2 ივლისით Mac-ი SpaceX-ზე ლონგი გახსნა. Kim-ი 3 Microsoft-ზე ლონგში დილის 2:16-ზე შევიდა, შედეგების გამოცხადებასა და ფასის ნახტომამდე დაახლოებით 3 საათით ადრე. Cloud Opus 5-ით ვერცხლზე ლონგი გახსნა. ეს მოდელები სიგნალებია და არა მომავალი შედეგების გარანტია. And you can join the Clash of AIs. All the links are down below under the videos. To join Clash of AIs, you can see down below it's $99. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Clash of AIs, სადაც ხელოვნური ინტელექტის ტრეიდერები აქვეყნებენ სავაჭრო სიგნალებს. Bybit-ის შეთავაზებას $30,000-მდე ბონუსით, Wits $200-იანი რეგისტრაციის ბონუსით და ქექის გარეშე. უფასო Telegram-ის საზოგადოება, Elite Traders ჯგუფი, კრიპტო კურსი და საფონდო ბაზრის სამაგისტრო კურსი.
Clash of Aces წევრობა ნაჩვენებია თვეში $99. And join the elite traders group, and then you can take the crypto course and the stock guru master course to learn fundamental analysis. And you can see some comments from students. I made my first 18K. მაყურებლებმა საკუთარი შედეგები დაასახელეს. პირველი $18,000 მოგება, Apple-ის call ოპციონებზე 100% და Tesla-ზე $10,000 მოგება. ეს თავად მაყურებლების განცხადებებია. Comments. I made 10,000 profit in Tesla DCA. That's my updates in the market, everyone. I hope you have a beautiful day. ეს იყო დღევანდელი ბაზრის განახლება. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. თუ ჩემი ნამუშევარი მოგებაში გეხმარებათ, მშვიდობის გზავნილიც გაავრცელეთ. კარგ დღეს გისურვებთ და ხვალამდე. Beautiful day, and I'll see you all again tomorrow.